ჩვენ დღეს ვეწვიეთ სოფელ ბუკნარის კულტურის სახლს და ეს კულტურის სახლი დაახლოებით აშენებულია 60-იან წლებში. იმ დროისათვის მაშინ, როდესაც ახალად აშენებული იყო, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და აქ განთავსებული იყო კინოთეატრი. ანუ ძალიან ბევრი მაყურებელი მოდიოდა კინოს ანახავად, მაგრამ ამ მომენტისთვის თითქმის ფუნქციოდ არის დარჩენილი. სულ რაღაც 2 წლის წინ მას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მაგრამ მაინც არ არის იმ დონემდე განვითარებული, როგორც შეეფერება 21 საუკუნის სოფელს. მე სამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ვარ და გული შემტკივა სოფლის ამ მდგომარეობის გამო. კლუბში გასართობი საერთოდ არაფერი არ არის. შიგნით შევალთ ახლა და ვნახავთ თუ რა მდგომარეობაა შიგნითაც. კარგი იქნებოდა რომ რაიმე გასართობის საშუალებები ყოფილიყო შიგნით. შიგნით საკმაოდ კომფორტულად არის მოწყობილი ეს კლუბი, მაგრამ ეს მხოლოდ ცარიელი კედლებია. კარგი იქნებოდა რომ აქ ყოფილიყო რაიმე გასართობის საშუალება. ან რაიმე დიდი ეკრანი, ან დასაჯდომის კამე მაინც შემოსულიყო ახლა და შემომიზარდიყო და რაღაც ესე ყოველ გარემოში ყოფილიყო, მაგრამ აქ არაფერი არ არის ეს დასაჯდომის საშუალება, რითაც შეიძლება რომ ადამიანმა გაერთოს ან ძველ გაიყვანოს. ჩვენ ვესტუმრეთ ბატონ ანზორ კოტრიკაძეს, რომელიც ჩვენს კლუბში უშვებდა კინოებს და გავესაუბრებით 1-2 სიტყვას ვეტყვის ისიც. როგორი მდგომარეობა იყო მაშინ კლუბში? მდგომარეობა ჩვეულებრივი ნორმალური იყო. გეგმა ჰქონდა რაიონიდან. სამსახურებული ხა ესე იგი კინოს გაშვებას და ფილმების ჩვენებას. ანუ იმ დროისათვის ძალიან მოთხოვნადი იყო ამ კლუბში ყველაფერი. მოთხოვნადი იყო და ძალიან ნორმალურად გეგმებით სრულდებოდა და ყველაფერი ნორმალურად. ხალხი მრავლად წადიოდა. ხალხი წადიოდა, მაგრამ შემდეგ ჩამოვიდა ეს ვიდეოები რაღაცები ამბები და ამ კინოს უკვე ყველაფერი არავინ არ მეაქცია და დაიკარგა. ამის შემდეგ უკვე ეს კინოკამერა სადაც იყო შენობა, რომელიც ამ შენობას მისდე იყო მიდგული. კი, გვახსოვს არის. ახლა აღარ არის. ხო, ეს აღარ არსებობს უკვე მოანგრია, ის აპარატურა საჭიროა, მე ვიცი. თანაც ახლა ეს აპარატურა მაინც არ ივარგებდა, ახლა იქნება რაიმე და თუ აღდგება და ახალგაზრდობა არის სოფელში და ახალგაზრდობა მართლაც ახალგაზრდულად და ადამიანურად მოიქცევა იმ შენობაში, რასაც კულტურის ცენტრი ქვია, ძალიან კარგი და მისასალმებელი იქნება. რა თქმა უნდა, მაინც სოფელია და რომ იყოს რაიმე გასართობი ხა სარიელი შენობა. სხვა გასართობი რა გაქვს? არაფერი საერთოდ არც მოედანია. უნდა იყოს აქტიური კლუბი. არც სოფელს არც გუნდი ყავს, არც მოედანია, არც ყველაფერი ყავს. თავისი დასი ყავდა ბუკნარი და ბუკნარიდან ერთ-ერთი მე ვიყავი რომ თამაშობდი პატარა კახი იდგმებოდა, სამშობლო იდგმებოდა, რაღაცა ესეთი თეატრები იდგმებოდა, ადგილობრივი ძალები. და შემდეგ ავდიოდი სოფელებში და დღემდე სოფლის დასწრება ჰქონდა. შემოსავალი იყო. ეს უკეთეს იყო და კიდევ უფრო სოფელის მაინც წინწასული და უფრო ცნობილი იყო. აბა რა კულტურას რა აწევს მაღლა. ეს ასეთი დაწესებულებები. არა ის რაღაცა ეხა ვიდეო და ნახევრა შიშველი ქალების ჩვენება. გეთანხმებით კი ბატონო და ჩვენს მაინც ვცდილობთ ნელ-ნელა ახალგაზრდები რომ რამე ისეთი ყურადღება მოგვაქვს. ძალიან სასიამოვნო, ძალიან კარგი იქნება. მე დაგედგები განხმის კარგი დაგედგები. ვერჩუნო გაგეთოს ისე რომ იყოს მართლა კულტურის ცენტრი ის და არა რაღაცა ოდიშენ შეტყვის და ბალაგანი.